შინაურ ცხოველთა ვაქცინაცია საქართველოში. პროცესი კახეთშიც აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველებს შორის საშიში დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩატარებული ვეტერინარული მანიპულაციების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს მისმა რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა. სურსათის ეროვნულ სააგენტოს განმარტებით, გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ზომები აუცილებელია. წელიწადის დასაწყისში კეთდება გეგმა, ვაწვდით ჩვენ რაიონში არსებული პირუტყვის რაოდენობას. მთლიანი საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო ცდილობს, რომ ყველანაირად გვერდში დავდივ ხარში ამოვადგეს ფერმერებს, რათა არ მოხდეს რაღაც დაავადების გავრცელება და მოსახლეობას მიეწოდოს ჯანმრთელი პროდუქცია. ამიტომაც გათვლილია ეს ყველაფერი მთლიანად ფერმერებზე. არ არსებობს ისეთი კატეგორია, რომ ნაწილს არა, ნაწილს კი ყველასთვის, მთლიანი ვინც კია ფერმერი, სახელმწიფო უფასოდ ემსახურება, მაგისთვის არსებობს ხელშეკრულებით აყვანილი პიროვნებები, სპეციალისტები, რომლებიც აწარმოებენ ამ პროცედურებს. ფერმერებთან მიდიან, ემსახურებიან, რო იტყვიან დღე და ღამე მაგათ სამსახურში არიან. დღეს ვიმყოფებით სოფლიურ ისპირში ფერმერთან ჩავატარეთ თურქულზე ვაქცინაცია. ეს ვაქცინაცია ტარდება წელიწადში ორჯერ და პირიქით კიდევ დამატებით იდენტიფიკაცია ტარდება ცხოველების, რომელიც გაჩენიდან იმ ფერმერს შეუძლია აცნობს ჩვენს ვეტერინარს, მაგალითად 5 დღის ბოჩოლა და არსებობს უკვე ფერმაში და მოდის ჩვენი ვეტერინარი, უკეთებს იდენტიფიკაციას, თუ საჭიროა აცრებს უტარებს. როგორც ფერმერისთვის აუცილებელია ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან, ყოველთვის გვატყობინებენ წინასწარ, რომ სხვადასხვა დაავადებებზე პერიოდულად უნდა შევასრულოთ და აღვრიცხოთ საქონელი. უნდა ავცრათ, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი ჯერ პირველ რიგში ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, ფერმერებიდან გამომდინარე, მერე ვეტერინარებიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამომდინარე, იმის გულისთვის, რომ საქონელი იყოს ჯანმრთელი, მივაწოდოთ პროდუქცია რძე იქნება თუ ხორცი იქნება, მომხმარებელს ჯანმრთელი და